წარსულის ნისლებში გახვეული კოლხური ზეპირ სიტყვიერების მარგალიტების ძიება, კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები გადაცემათა ციკლში, ოდაბადეშ კინოხონი, ყოველ ხუთშაბათს, 18 საათსა და 18 წუთზე, ათინათის ეთერში. გადაცემათა ციკლი ოდაბადეშ კინოხონი. პროექტის ავტორია ზუგდიდელი იური ვეკუა. საღამოშვიდობის ხუთშაბათია და ტრადიციულად ყოველ ხუთშაბათს ათინათის პირდაპირ ეთერში FM-ზე 105.9 გელოდებათ გადაცემა ოდაბადეშ კინოხონი. გადაცემა ჩვენს ისტორიაზე, ეთნოგრაფიაზე, წარსულზე, გადაცემა რომელიც ესე შეიყვარა ჩვენ მერგულმა მსმენელმა და ჩვენთან ერთად ელოდება სულ მოუთმელად კვირიდან კვირამდე. ყოველ ხუთშაბათს. ყველა ჩვენი გადაცემა ნახეთ ვებზე რადიო ათინათი.lg, Facebook-ზე რადიო ათინათი და YouTube-ზე მარტივად ჩაწერთ ოდაბადეშ კინოხონი და ყველა გადაცემა დაგხვდებათ იქვე, თან ორ ენაზე. ახლა ორ ენაზე გვაქვს ეს გადაცემა მეგრულად და ქართულად. უძღვებით ორნი ისტორიკოს მკვლევარი ბატონი ლაშაჯიქია და მე სოფიო ხუციშვილი. სიამოვნებით მივესალმები ბატონ ლაშას, რომელიც ძალიან ემზადება თქვენთან შესახვედრად ყოველ ხუთშაბათს. ონჯუა ჯგირობუაშ ბატონ ლაშა მარდის მოგოშინანთ უჯოზოჯო. ონჯუა ჯგირობუაშ თქვენ გახარებედათ მახოლე მარდის მოგოშინანთ თქვენ უჯოზოჯო. ჯგირო ამ რაღაცაშხარედო ჯგირობორეთ. ჩი ამარვორეთ თქვენ ნინალიობას თუდო. ათე ნინალიობა სიტყვა. როგორია ხო რაღაცნაირი. გემსახურებით ასეა ნამდვილად და სიამოვნებით ვაკეთებთ ამ ამბავს. რაც შეეხება ჩვენს თემებს, წინა კვირით ვაანონსებთ ხოლმე მომდევნო გადაცემა რა გვექნება და რაღაცნაირად ესე ქრონოლოგიურად მიუყვებით ხოლმე. დღესასწაულები ცხადი არ გამოგრჩება, მაგრამ არის ისეთი რაღაც ტრადიციები, რაც შედარებით მივიწყებულია და მაქსიმალურად ცდილობს ბატონ ლაშა მოიტანოს თქვენამდე შედარებით გამარტივებული ენით და გავაცოცხლოთ წარსულის უცოტა ხნით სხვა საქართველოში, სამეგრელოში ვიმოგზაუროთ. წინა გადაცემისას დავაანონსოთ ჩვენ ესეთი გადაცემა გუშა. კი, მითოლოგიაზე გვექნება დღეს მეგრულ მითოლოგიაზე, რომელიც ძალიან საინტერესოა და სხვათა შორის ამას ისტორიული სარჩულიც უდევს და მოკლედ ჩვენ დავინახავთ ძალიან ბევრ პასაჟებს, რომელიც მეტყველებს იმაზე, რომ კავშირი ჰქონდა შუმერებთან, უძველეს ცივილიზაციასთან, უძველეს კულტურასთან და ჩვენს რო უძველესი ცივილიზაციის შვილები ვართ, ამის დასტურია ეს. დიახ, და რითი უნდა გაგვაკვირონ ახლა ჩვენ, ხო, ასეა. საიდან სადაო. ძალიან საინტერესო გადაცემაა, სხვათა შორის ჯერ მეგრულად და შემდეგ უკვე ქართულად გირჩქილეთ ბატონ ლაშა, თერავი ეფტო თიცალი. ვარე გვალე ეფი, მარა თიცალი მუდახოლე ვარე, ნამუდა ვაგეგას კოჩიკუნი, უმოსო უჩქუნა გუშაში ფენომენი ჩქინი მახორვებს მარგალებთ, მარა ასე უმოსო თენას ეფაჩილო ქოპტკუანთ, მუშენდა თე გუშა ხვალე ვარდუნ, თეს უნ მუშ მოპენჯეფი, ჟამი დო კაშინა. დო ხოლო უნდუ არტი მაფურინჯე, მარაყინტო, უკვე იერარქია რე აქი დო უკვე ტიშნერორე მოჩამილია გვალე მუდათ ვარე საქმე. ჭე მონკასპილნა საქმე და თაკ თეშე კიფჩიებუკას. გირჩილეთ. მოკლედ მარგალურ მითოლოგიურ პანთეონს არძაშუმოსო ტაბირებული ჭყენჭყი. ნამუთ უტენთ სამორსება და ჭკუაშე გინმალასარ ხონარებს. ჭყენჭყის ოხორანდეს მისტიურ მარინჯეფი. ნამუებში თუდო კიფჩიებუთ ეფაჩილო. ქორთული ჭაობი მარგალურ ნინას ბრელნერ ჯოხობუათ ხვადუნა. გარჩკ მუშნერეთინა ჭიჭერენო, კაბეტიო, ტომბაო და თაში. ათეშ გეშარე თე ჯოხოფუებ გიშულირ. თენეფრე ჭყენჭყი, ლები, ოლიშე, ანარია, ონარია, ონწყვეშია, ონწყუე, წყემი, ონდვალე, ონდვალუ, ჭყოჭყო, ჩირე, თორსა, ჯოყო, ჯოყობა, მენარი, მენწა, მაზანდარა. ჭყენჭყის ლაბირინთის მარგალებ მუხურონას უძახუდეს. მარგალურ ჭყენჭყიდო მუშ მუხურონა ბრელ მისტერიეფითრე მოჩამილი. თინა ეფშარე ცოდა მუნოდვალირ შურეფით და მიშატყურაფით, ხვამლაფით, უცოდარ შურეფით. ათეში რე თაგ ირჩქილე უგუჩერებუო, ხვარაფი, შვიაფი, ყირყინი, კიჟინი. ნამუსუთ კათაშდა ჯერად გინოჩანც ათაკ მიშატყურაფილ შურეფი. ათე ჭყენჭყის ქიანას მარგალეფი ჟარზით უნს მუში ზოჯუ ნამუსუთ გუშას უძახუნა. გუშა ჭყენჭყის გაზებში ეულირ ხამშიშ მუნაფას მიშახე. უგურუანა ორადილ ჯას, ორადაშე გერსუაფილ ფორმა დინაფილ კვარკვატელს. გუშას უნს მუშ ხასლაშ არმარინჯე. თენეფრე ჟამი დო კაშინა. ნამუთ გუშაშ ზოჯუათ ჭყენჭყიშა მიშეტყურუანა დო მიშასერგელუანა კოჩებს. არძაშუმოსო ბაღანებს. ნამუწყუმა ლაფით გუშა ართუაბდო დუცირთუანს. ოინტერესერე
თინა ხოლო ნამუთ და გუშა შუმერეფიშ დიხაშ ფირფიტებს დიხაშ შეკეთებულ გდოგშაჭულ ფირფიტებს ხოლორე მოშინელდო თიშ ფუნქცია ეჭარილე მუჭოთ დიხაშ თუდონ ნერჩიშ მაღვარალ ღორონთი ახავაი გუშა მარგალ კოჩის მუჟამს გურშა ქათაკალუნ ათაშ მიოკუშინანს თეთგუ მოხანტუნსთი გური ჭუას ნამუთ ჭყენჭყეცალორე შაყარელ თიშ გურს მარა ათე მეკუშა ხოლო მანგარ ოშკურანჯირე მუშენდა შილეპე გუშაქთენა მუშ დოძახებად ქიმირჩქილუას დო თი კოჩის ჭყენჭყიშა უნაფშა ქუმურთასუნ ათეშენ მანგარო უთხილანდეს თეს ზიტყვაი შინუას გუშაშუკულ ოჭყენჭყეშ მაზრას ზოჯურდუ ჟამ იზმათ უბადო ვარდ ვინემ გუშა მარა იშენ უბადო ზონინალუ თე ჟამს ოშკურ შელორსაშა უმოსო ჩქიჩქუებს ოცილ ჟამ ბრელაკანორე შოლირ დიხას სილამიესოდერენთეკ მარა უმოსონ ძალიერე ოჭყენჭყე აკანებს სოდეთ მოხვალამირ ბაღანას შკურინჯი დო მოწამალერ ჰავა მოუსიოლუანს გონზდო ტვინც მუშენდა უკულ იშო მიდეუნას ოჭყენჭყეშა სოდეთ ოლააფეთო კოთენე ვარა ექ მანგარ ართერ მოწყინაფლ რინა უღუნა ჟამ ოჭყენჭყეშე ხოლო შორშა მიშ თიღანკით შორს ხოლო დუჟამოტკო ბაღანა თენა უმოსო აკოსერი გეკულად ღალებს ხვადუ ათეშენ ბაღანას გალეგმუნაფა ბორჯის თეშ აკოკერენდეს დო გოქურუნდეს ხვალე თოლეფოკო გუთურჩქუტკო თუმაშა სანთელიშ ნოჭკრეს ქიმკუბინანდეს ხოლო მანგარ ოთხილარდუ ბაღანაშ მუკაკუნას სერით გალეოკო ვალასკიდუკო ვარდა ჟა მიშელენდო თეკ ბაღანას იშო დოჟამუნდ ჟამით ბაღანა ქდიჭყან გარას წუხებას ჭყიჭყინუნდ ირფელშე ართადგის ვაგაჩენთუდო მითირთანდ ონჯირუს ათე ჟამც შელორსაშა ოშკურუთ თი შელორსა წამალ წყარში ორთუდეს ჟამი წამალ მუჟამით ვარდუ დუჩა ინჩხის ქიმნიდვანდუნ თეთი ძირეთ მუჭოთ ბაღანა ჟამილირდუ ჟამილ ბაღანას ქეშულორსუდეს ჟამილ შელორსა სხვადასხვა ვარიანტები მიღუნა ართარტ ათაშირ ტუტას ქიმლაკირანდეს ნოჭკერიას ვარდა ხოლო პუჭატე ხეშა ქაშერღვანდეს დო თე პუჭატე ხელებ ჩხოროშ ართიანს გინულუანდეს თეშ ქოთქუანდეს ათა ბაღანა ნაჟამარე ოჭმარეშრენო ონთხეშრენო ონჯუაშრენო თუთაშხაშრენო თახაშხაშრენო ჯუმაშხაშრენო საშხაშრენო ობიშხაშრენო შურიშხაშრენო ჟაშხაშრენო ედგინაშრენო დოხუნაშრენო მიკორთაშრენო მუკორთაშრენო ჩქიმ ბაღანას დეთხიდო შვაშ ბაღანა შამეო თეს სუმშა ქოთქუანდეს ათეშუკულ კარურე მიკართინუანდეს დუდის დო დუდის შიშე უკახლე გეგნარღვანდეს ტუტას კარს ვარდუო ტუტა ხვეინას ქიმკოსკიდუდუნ კინე დუჩე გემეორენდეს თეს თერიტუას დო მაჟრაშა მასმაშა ხოლო თაშ გაკეთენდეს დო ტუტას გეგნარღვანდეს მარგალეფიშ დაჯერად ჟამს ოშკურუთ ხოლო ალ დაჩხირშა თოპწამალი შურშა ათეშე ნაჟამა ბაღანა სოდეთ მულაჯანადუნ თი ოთახის კიცის გიგერღვანდეს თოპწამას დო დაჩხირს ქათუტენდეს თინა ვალი წუნდეს გეიანტებუდ გონათუნდუ დო ჟამთის ქოუნაფუდ კონთი ღანკით შურს ქიმუმბარანდეს გიმალ კარიშ აკანშე ჭყენჭყის ზოჯუეფიშ იერარქიას მარს მარგილუკინებუდ ცირა კაშინას თენარტუ ორქოშ თუმამ გემუან სიბორა ხონარიშ მურაგადე ცხაბ ნამუთ ჭყენჭყეშ მუხურებს ოხორანს დო მიშა კოჩიშ ოძირაფუს ხოლო მუკორჩკინდუ თის ჯოხობუა მოურს შურიშ კაშუაშე შურიშ ღალაშე შურიშ ეკო კაშუაშე კაშინა მუჭო თაშინ შარა ერთელ მეჩხომებს ჯილორებს დო თეშიან მეშარებს გეუხე ქიმ მეხვარია დო მუშაკ მიტყურუანს ძახი ჭიე ტომბა ონწყოშიშა გემშეტყურუანს დო უკულ თე გუშას გეგნაბარენს გუშა თეჯგურა მიშატყურაფილ კათას ოჭოფუნს დო აშო ვაკუტენს კაშინა მუშ გუნებად ტყაშმაფას მოგენს ხვალე თინარე თენეფიშ კასგიშ მართალ კაშინა ხორან ჭყენჭყის დო ტყაშმაფა გვალას ტყას გუშას მუჟამით ვარდუო ჟამ დო კაშინაშ მოხვარა ხვალე ვაბაღუდუნ დუძახუ ჭყენჭყიშ მაფურინჯეს ნამუსუდ მარგალე ბუძახუდეს მარაყინტუს თინა ანბეს მოუღად მითიხო ესისანდუდ ხოლოს დო მიშ მიშატყურაფა შილებეთ თაკი ათაშ ნამუდა მარგალურ მითოლოგიას პუნა ზოჯუეფიშ ათენერ იერარქია ტრიადა გუშა ჟამ კაშინა დო თელეფიშ მოხვარებთ ხოლო მარაყინტ მაფურინჯე მოკლედ საჯგო ამბერე ბატალოშე გუშა თო მუშ მოვენჯებ ხოლო მუშ მოვენჯებ მუშ ალმარინჯეფი კაშინა კაშინა ხო კაშინა დო ჟამი დო მოკლედ შური შეშა კაშუა თოლი შემოურს კაში რაღაცნაირად აი ესეთი შესაბამისი და რაღაცნაირად აი როგორ შეიძლება ეხეს ამასთან დააკავშირო მაგრამ ასე ათე ჟამუა ათენა ასაშა ხოლორე და ასე ხოლე თქუანა დიჟამუნია ბაღანავა დიჟამუქია ოფუტებს თქუანა ხო მაგალითო გალივალე ტუა ბაღანაში ბარგია მკაკუნელია დიჟამუნია იშოვა ოსოდე სილამიერენ თეკრეთე ჟამი დო უნდასკოპ თქუათონ თე ჟამი იზმამუდა ვარე უბადო მარა იშენ უბადოს ნინალუასორ მუკუშასო მარა ასე მა ძირთე სურათ თო ჩკინ რადიო მარჩქილებ ხოლე ქოზირნა თეგინო ჩამას ჩვენ რო ტვირთავთ ნუ ზოგადად მირჩევნიას ზუსტად თქვა მოკლედ ყველა ჩვენი გადაცემა იტვირთება თავის ოფიციალურ ფოტოსთან ერთად ფოტო რომელიც ასახავს ამა თუ იმ პერსონაჟს ამა თუ იმ თემას რაზეც საუბრობს ცხადია უბრალოდ ეხა იმიტომ დავაკონკრეტე რომ ვარე ხა ეს ტყაშმაფა და ვარე გველიშენ დეშენ ჯგიროსორთენა ხოლე ორთ დავალი ზუსტად კაშინა ხოლე თინა არა თინა სკვამრეთ თენა ხოლე სკვამრე ართოზის ნახე რო ოქროქოშ თუმა ათენა გუშა გვემეწონას გუშა ვარე მოსაწონ გუშა მუთუ ვაუქთეს მოდა გორდიშსკო ხო გოდო ქოთეშ
თინა და ორადი ჯასკო გუდო და კერცაბი ხოლო ირო მუდას მიშახეთენა კუმას თექე ხო მუდეფრე თვითონ თე ჭყენჭყის ეულიერი მუდა კუმარე და თექ მიშახეთი მუნაფაჭკუა მუდარე თე კვარკვატე და თექ მიშატყო კოჩის ვაძირანს დუ ზათე კაშინა მკორჩკინ დუ მინშა კაშინა დო თენა სკვამრე ართო მუჭოთ ყაშმაფანთეში უდო მიტყურუანს თე გუმოსოთა მეჭხომებს ჯილორებს და თეშიანე მეშარებს გეუხე ქი მეხوارითე თეშმაზის ნახე ცხაბის ქოძირნა ნუგოთაი ხოლი იბორებ კოჩკოიჩ ოდო ჭიეთ გემშეტყურუან აიშო და უკული გეთუ უკულეთი შურსკი ხვამნუა ზა შურითრელი აფენს თე გუშან კოჩი დო შური დო ბაღანებს უმოსო ჟამი გეუხეშა მოკლედ ესეთი ამბავია დაგვიბრუნდა ის დრო შარშანდრო მქონდა და როგეშინოდა ამ ტყაშმაფადი და ესეთების აგერ ბატონალაშა ძალიან მშვიდად ცხოვრობთ ეხა кайხანიაო და მოდი კიდე ერთხელ უნდა შეგაშინოთო და აი ეს ეხა ქართულად შეგვაშინეთ კი ეხა ქართულად ბევრამე ვერ გავიგეთ მეგრულში ზოგ-ზოგიერთებმა და ამიტომ ეხა ბოლომდე რომ ვიყოთ შეშინებულები მოკლედ გუშაზეა საუბარი მეგრულ მითოლოგიურ პანთეონში ზოგადად განსაკუთრებით საკრალიზებული და ტაბუირებული იყო იდუმალი ჭაობი რომელიც გამოსცემდა თავზარდამცემ ხმებს და თავი წიაღში იფარებდა მისტიურ ბინადრებს ჭაობი მეგრულ ნაში ბევრი სახელით აღენიშნება ეს დამოკიდებულია იმაზე თუ როგორი ფორმის და როგორი ის იყო მოცემულობის ანუ ღრმა ვრცელი პატარა და ასე შემდეგ და შესაბამისად ძალიან ბევრი ვარიაცია გვაქვს მეგრულად თვითონ ჭაობის ესენია ჭყენჭყე ლები ოლიშე ანარია ონარია ონწყვე ონწყვეშია ონწყუ წყემი ონდვალუ ონდვალე ჭყოჭყო ჩირე ხორსა ჯოყო ჯოყობა მენნარი მენწა მაზანდარა ჭაობის ლაბირინთს კი მუხურონი ეწოდებოდა მეგრული ჭაობი და მისი ლაბირინთი მუხურონი დიდი იდუმალებით იყო მოცული როგორც აღნიშნეთ ეს შესავალში ის სავსეა ცოდვილი სულებით და შეტყუებული მიტაცებული უმანკო სულებით მისი სიღმიდან განუწყობლივ ისმის ღმოილი ბუყბოყი ყვირილი რომელსაც სინამდვილეში მასში მოძრავი გაზის ბუშტულები გამოსცემს და ორგანული ხმებია მაგრამ ურჩხულებისა და განწერული სულების ხმებთან ასოცირდება ჭაობს ყავს თავისი მბრძანებელი რომელსაც მეგრელები ეძახიან ჭყენჭყის ზოჯოს და მისი სახელია გუშა გუშა ჭაობის გაზების ხაშმის ბოლქებშია გახვეული ამსგავსებენ დამპალ ხეს ნეშომპალის უფორმო გუნდას გუშას ყავს თავისი ამალა კაშინა და ჟამი რომლებიც მისი ბრძანებით ჭაობში ითრევენ ადამიანებს განსაკუთრებით ბავშვებს რომლებითაც გუშა ერთობა საინტერესო რომ გუშა შუმერების თიხის ფირფიტებზე ამავე სახელით იხსენიება და განმარტებულია როგორც ქვესკნელის ღმუილა ღმერთი ახავაი გუშა ამოიოხრებს მეგრელი კაცი და ამით ავლენს გუშით ჩაჭაობებულ საწუხარს ამ დრო ძალზე საშიშია ეს ამოხრა თავის გამოძახებად არ მიიღო ჭაობის სულმა და არ ჩაითრიოს არ ჩაძროს გამოვა მდგომარეობაში არ ჩააგდოს სუთქმას გადაყოლილი კაცი ჟამი ჭაობის ბინადარ მეუფეთა იერარქიაში მეორეა გუშას შემდეგ მასზე უფრო დამდობია და შროცებსაც უფრთხის ჭაობის ჟამი უფრო ბავშვებს ერჩის მიწის ჟამისგან სილამისა და ოსიოფესგან განსხვავებით უფრო ძლიერ გათანგავს ხოლმე ნოტიო დაჭაბებულ ადგილებში მოხვედრილ ბავშვს რადგან შიშთან ერთად ხაშმითაც უწამლავს გონებას რომ თან წაიყვანოს როგორც პაჟი თავშესაქცევი გასართობი ჭაობის მოსაწყენ ერთფეროვნებაში ჟამი ჭაობიდან შორსაც მიდიოდა რომ შეეპყრო ბავშვის სული ეს უფრო ახალ შეღავებულზე ხდებოდა განსაკუთრებით ეგრეთ წოდებული გეკულა ღამეს იყო საშიში ამიტომ ბავშვს გარე გაყვანისას ისე შეფუთავდნენ რომ მხოლოდ თვალები გამოუჩანდა დამცავ ავგაროზად თმებში კი სანთლის ნაჭრებს დაამაგრებდნენ ასევე საშიში იყო ბავშვის ტანსასწრის ღამით გარეთ დატოვება ამით ადვილი იყო ბავშვს ჟამი შეპყრობოდა ჟამით შეპყრობილი ბავშვი წუხდა ჭიჭყინებდა ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა და ტიროდა არსებობდნენ ადამიანები რომლებიც ჟამისგან ახდენდნენ გამოლოცვას წყლისგან აკეთებდნენ წამალს სამოსალოდ სითხეს რომელსაც ქაფი თუ გაუჩნდებოდა აშკარა იყო რომ ბავშვი ჟამშეპყრობილია ჟამით შეპყრობილ ბავშვს სასწრაფოდ შეულოცავდნენ გვაქვს ჟამის გამოლოცვის რამდენიმე ვარიანტი ერთი ვერსიით ხელში ქსოვილში შეხვეულ ნაცარს დაეჭერდნენ და დაიწყებდნენ გამოლოცვას მეორე ვერსიით თვითონ მუჭაში ჩაიდებდნენ ორივე ხელში ნაცარს და 9 ჯერ გადააბრუნებდნენ ერთმანეთზე აი ამ შეკრულ მუს და დაიწყებდნენ ათე ბაღანა ნაჟამარე უჭმარი შრენო ოնդღე შრენო ონჯუა შრენო თუთაშხა შრენო თაღაშხა შრენო ჯუმაშხა შრენო ცაშხა შრენო ობიშხა შრენო შურიშხა შრენო ჟაშხა შრენო ედგინა შრენო დოხუნა შრენო მიკორთა შრენო მუკორთა შრენო ჩქიმ ბაღანას დეთხი და ხვაშ ბაღანა შამეო ანუ ეს ბავშვი ჟამს აქვს შეპყრობილი და დილისა შუადღისა საღამოსა ორშაბათისა სამშაბათისა ოთხშაბათისა ხუთშაბათისა პარასკევისა შაბათისა კვირისა ადგომისა დაждომისა მიბრუნებისა მოbrუნებისა ჩემ ბავშვს მოშორდი და სხვის ბავშვთან წადე ამას სამჯერ იტყოდნენ ამის შემდეგ კარისკენ თავით შებრუნდებოდნენ და თავზემოთ უკან გადაყრებდნენ ნაცარს ნაცრის ნარჩენები კარს თუ შერჩებოდა ისევ თავიდან დაიწყებოდა მეორეჯერ და მესამეჯერ შელოცვა და ნაცრის გადაყრა მეგრელთა წარმოდგენით ჟამს ეშინოდა ცეცხლის ალის და თოფის წამლის დენთის
ჭკვნის. ამიტომ ნაჟამა შამშეპყრობილი ბავშვის ოთახში კეთზე, მერე მოგვიანებით ტაფაზე დაყრედნენ თოფი წამას და ცეცხლს მოუკიდებდნენ. ის ელვისებურად აალდებოდა და სულ შეუბერავდნენ, რომ ჟამი მას გაყოლოდა. ჭაობი ბრძანებელთა იერარქიაში მესამეა ასული კაშინა, ოქროს მთმიანი, ლამაზი, ხვატკბილი ქალი, რომელიც ჭაობში ამოზიდულ კუნძულებზე, ეგრეთ წოდებული მუხურონაში ცხოვრობს და დროდადო მიწიერ არსებებს ენახება. მისი სახელი შურიშ კაშუადან, სულ თათქმისგან, ოხრისგან მოდის. კაშინა როგორც წესი, გზაბნეულ მეთევზეს მონადირეს და უბრალოდ გზას უსაბდება ჭანჭრებში და საშველად უხმობს, რომ თანდათან შეიტყუოს ღრმა საფლობში, ონწყეშეში, სადაც მათ ჭაობის ბრძანებელი გუშა ეუფლება და სამუდამოდ ატყვევებს. კაშინა ტყაში მაფასავით იქცევა, ოღონდის უხრან ტყეშია მთაში და ეს ჭაობში ბინადრობს. გუშას ემორჩილება ასევე ჭაობის ფრინველი, რომელსაც მეგრელები უწოდებენ მარაყინტოს. ამდენად მეგრულ მითოლოგიაში ჭაობის ბრძანებელთა ასეთი იერარქია გვხვდება: ტრიადა, გუშა, ჟამი და კაშინა. მოკლედ ძალიან საინტერესო ამბავი ეს ჩვენი კაშინა და მთელი ამბები, მაგრამ აი ერთი რაღაცა ბატონაშა თე გამომწონს ბუშ ათე სამარგალოს ათენა დამგლახარე მადემეთხიდო შვას ხუღუდასია ბაღანას დეთხიდო შვას შვას ბაღან ცოდავარ კოჭე ეგოცენტრისტული ყოფოფეჩკი თაშუშურს კოკო ეგოიზიკ კარგანტიათი ზირეთენ და რე მეძობელიში ჯარება მადემეთხი თიშამეუინა ოდო ხასხენ მეძობელი გიჭირს თინაილაირე რობوارე გლახარე თინაილაირე დო ეთი გეჯო პუნქტი მარქვალ დო მუდგარენს დო თიშე ზოშა ოყანაშა ინმარაგოა დო მადემეთხი დო თის ხუცია ყვარიას დო მუდგარენ სურაგა შვაშამეუა ხო ათენა მოიწონეთ ასეთენა მარა ხვადოთ ეცალებ ხოლმე მუჭობქიმნათ ვარეთენა გამართება გამართება ეს მარა იშენ მომიჩქ კირინასენა მართალია კარგანდიათრე მოჩამიდო ეშე ირე კორა ფული რვარენდო იჩებდა ეს არგამათი მოკლედ ესეთი ამბებია ასე რომ თუ დროს რაღაცა ღამე გახვიდით ან თქნარება დაიწყეთ ამ მთელი ამბები ჟამილი რეც და გითო ხომუოკოთ ის და შელორსა ათე კინო ჩამას ქურჩქილის და კიდიგურეთ ათაკ ჭართი შელორსა მადემეთხითი ჟამეო თუთაშხაშენო და ხაშხაშენო და ათაშთა ვარე თენა ძნელი აი მარტივად შეიძლება დაიმახსოვროს ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ ეს თქვათ აი უცხოეთში როგორ აკეთებენ აი ამ მსგავსი იმას თქვათ აქვთ ნაკრძალი ჭაობიანი ეკოსისტემა ისეთი თქვათ იგივე აიღოთ კოლხეთის ეროვნული ნაკრძალი ეხლა იდეასაც გავაჟღერე ამათ ყველას ამ მითოლოგიურ პერსონაჟებს გააცოცხლებენ და შექმნიან ამის ინსცენირებულ გააკეთებენ მოდელირებულ სიუჟეტებს და შექმნიან ამათ იმას და ერთგვარი ტურისტული ატრაქციაა გამიგეთ ანუ პირიქით მიუხედავად იმისა რომ აგვithomდა ბოროტისულებია რაღაცები მაგრამ ამით აცოცხლებენ და ტურისტულ ატრაქციას ანუ მიზიდულობას დიან გამიგეთ აი ჩვენთან აბსოლუტურად ეს მითოლოგია არ არის გამოყენებული აი თქვა მითოლოგიური პარკები რაღაცები იმდენი პერსონაჟია ჩვენ ბოლომდე კიდევ მაშინ გავაგზავნეთ ძალიან შევაშხო მეტი ვინ არის როგორ არა ოჩოკოჩი ჭინკა ჭინკები რო გამოხდებიან და ან თუნდაც ის რიტუალი ჭიაკოკონოვის რიტუალი ხო კი ბატონო კი ნამდვილად კი აბარა იქ ვარსახასთან რო ადიან იქ ტაბაკონში და მოკლედ იქ რამხელისა ის რო გააცოცხლო და რამხელა ის არის რამდენი იდეა გავაჟღერეთ არ მოხაროს ვიღაცამ დაცულია ეს ჩვენია საავტორობლებები დაცული აქვს ასე რომ თქვათ არ იცადოთ კი ბატონო არ იცადოთ მოკლედ ესეც საინტერესო გადაცემებია ჩვენთან ასე რომ შემოგვერთდით ვისაც ეს გადაცემები არ მოგისმენიათ თამამად ვიტყვი და პირდაპირ იყოს მიკერძოებული და როგორც გინდათ ისე იფიქრეთ ძალიან ბევრი დაკარგეთ იმიტომ რომ ბატონო ლაშა ისეთ გადაცემებს გთავაზობს აი არ ვიცი ძალიან ბევრი ხსმენია მაგრამ ისეთ პერსონაჟები მოყავს ხოლმე ჩვენთან აქ ხან ჯიბით ხან ყურით ხან როგორც არის ხან აქ ჩანთით რა ვიცი აი საოცარი ზოგის გვეშინია ზოგი გვეამაყება ზოგის გვერიდება და ასე შემდეგ მოკლედ ასეთია მითოლოგია რა ვქნათ ჩვენი წარსული ისტორია ძალიან საინტერესო მოკლედ მადლობა მინდა ბატონო ლაშას უთხრა ამისთვის და ყველას ვისაც სრული მიუძღვის ამ გადაცემის შექმნაში და თქვენ ჩემო ძვირფასო მსმენელო თქვენს გარეშე არ გამოვიდა და ეს ამბავი ყველა ჩვენი გადაცემა ნახეთ ვებზე რადიო ათინა.წერტილი Facebook-ზე რადიო ათინა.ი YouTube-ზე რადიო ათინა.ის ყველა გადაცემა შეგიძლიათ ნახოთ ოდაბადეშ კინოხონის სახელწოდებით ასე რომ რაც შეეხება live-ს ხუთშაბათი 18:18-ზე 105.9-ზე FM ოდაბადეშ კინოხონის დროა ორენაზე მეგრულად და ქართულად ჯირობუას გიზელან თუმცა გამომრჩა ბატონაშა იქითა გადაცემა როგორ გამომრჩა კი მაგას და ცოტა გაოგნებული ბიჭი გაოგნებული ხო მოკლედ მომდევნო გადაცემისთვის ორი ვარიანტი გვაქვს ანუ ხა ჭაობიდან რო ავიდეთ საში და ეს იყოს ან ვარსკვლავური ცხოველობა რომელიც სამეგრელოში ქონდა ძველად ვარსკვლავების მიხედვით განაგებდნენ ბედს და მოკლედ როდის უნდა დაქორწინებული იყვნენ ქორწილი როდის უნდა ქონოდათ მოკლედ ყველაფერი ეს ამას განაგებდა ვარსკვლავები ხო და მოკლედ ვარსკვლავთ მრიცხველობა ასეთი დაკვირვება ქონდათ ჩვენს წინაპრებს და სწორედ ამის მიხედვით გეგმავდნენ თავიანთ
თავიანთ საქმიანობას და მოკლედ ამას უკავშირდება თავიანთ ყოფიერ ცხოვრებას და მე მგონი ურიგო არ იქნება თუ ამაზე ვისაუბრებთ. გადასარევი, ტრამპლინის ასწავლო, ჭაობიდან ცაში. ჭაობიდან ცაში, კი, ახლა ჩვენ ასე ვიაროთ, მე შემდგომში თუ თაშმორთაზე და იმაზე ვისაუბროთ, თვარის ფაზებზე, როგორი ხდებოდა და რა იყო მათთან რა რიტუალები დაკავშირებული, მე გადავიდეთ ბორიაში, ხვამაზე, ანუ ქარისტიქია და მოკლედ ეხლა ცოტა აქეთა მხარეს. გილებ დირონჯა. არის ასწავლი. გილე დირონჯუდესი. მოკლედ აი ესეთი გადაცემებია. დაგველოდეთ იქითა ხუთშაბათი. ძალიან საინტერესო გადაცემის დღეა. ასე რომ ყოველს მინდა წარმატებული საინტერესო დღე გისურვოთ. ბადალაშა მარდის მოგოშინანთ და ყოველს დაგემშვიდობებით იმ ხუთშაბათამდე ჯგიროზო ჯუნდათ. გეხარით ჯგიროზო ჯუნდათ, ღორონ წმოძინლეკოფედათ, ძირფასო რადიო მსმენელებო დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის, წარმატებებს გისურვებთ. გადაცემათა ციკლი ოდაბადეშ კინოხონი. პროექტის ავტორია ზუგდიდელი იური ვეკუა. წარსულის ნისლებში გახვეული კოლხური ზეპირსიტყვიერების მარგალიტების ძიება, კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები გადაცემათა ციკლში ოდაბადეშ კინოხონი, ყოველ ხუთშაბათს 18 საათსა და 18 წუთზე ათინათის ეთერში.